აი ესია. ორი ის არის გამოყვანილი, არც ერთგან არ მოდის. დაზიანებულია ეთყობა, რომ არ აყოფნის, რა ვიცი, რანაირად არის გაკეთებული. გამოყვანისთანავე დაზიანდა. არ გააკეთეს კარგად და იმიტომ თორე კარგად რო გაეკეთებინათ იქნებოდა. არც ერთ უბანსტესია წყალი არ არის. სუფთა წყალი მაინც თუ მოდიოდა? არა, საერთოდ არ ავსავთ ამ წყალსა. კრება რომ ტარდება სოფელში ესწრებით თუ არა? სად რა კრება ტარდება? არსად არაფერი არ ტარდება. ხალხს ვინ ეკითხება? შვილო, არავინ არ ეკითხება ხალხს არაფერსა. არ წინა წლებში არ ჩატარებულა სოფლის კრებები? არა, შვილო, დაგვშენდა. არა, არავინ არ. სად არის გამგეობის შენობა შემოღებული? შეიძლება 1000 ლარიც არ არის დახარჯული, 1000. რის 10.000 გენაცვალე? არა. არა, რა საჭირო იყო ჩადით გადაიღეთ თუ იმას შეღობა ეტყობა. ან რა საჭირო იყო შემოღობა იქა. წიწამურის უბანში არხის გაწმენდაზე 5129 ლარია დახარჯული. არც იქ არ გაიხარჯა მაგდენი თანხა. მაყვლით არის სავსე და ნაგავი. არაფერი არ არის გაწმენდილი. 5000 იყო გამოყოფილი შეიძლება დაიხარჯა 1000 ლარი და არ გაწმენდილა. გაწმენდეს ცოტათი თავში, ერთი დღე იმუშავეს, ერთი კამაზი იყო და ერთი ექსკავატორი. კრებებს თუ ესწრებით ხოლმე, როცა წყდება, რაში უნდა დაიხარჯოს სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხები? არ ვიცი მე მაგალითად არა ტარდება ხანდა ტარდება ხან არა ხალხს უნდა თქვათ იყიდოს რაღაც ტრაქტორი შეიძინოს სოფლისთვის მაგრამ არ ეკითხებიან რა იყიდოს და როგორ იყიდოს და წვეტავენ თვითონ მერე ხალხი გრჩება უკმაყოფილო ბევრმა იცის აკროფული შეიჭამა მაგას რა თქმა 2 აზრი არ არსებობს მანდა კომბაინი არა გვაქვს ტრაქტორი სახნავი არა არის გასაწმენდი წყალი არ არის ხომე საწყალი არხის აი დასავლეთ წყალი ექსკავატორი არ არის რომ გაწმიდოს არხი წყალი არ მოდის გენაცვალე დასავლეთ წყალი არ მოდის ხოცამს ერთი ჩხური და ის არის წყალები არა გვაქვს სარწყავი მოიყვანთ და იმ დროსაც წყალი არ არის და იწება მოსავალი სიმდი იწება ინტერესს არავის არ ჩაუტარებია რომ აი როგორ მოვიხმაროთ ეს ფული ეგ ჩვენთვის არავის არ ჩაუტარებია თვითონ როგორც უნდა უნდათ ის გააკეთეს სოფლის პროგრამები თანხები იყოფა ჩვენ 3-4 დღით ადრე გამოვაკლებთ ხოლმე განცხადებებს ვისაც სურვილი აქვს მოდის და თავისას აფასებს წელს რამდენი დაესწრო მაგალითად ზუსტად ვერ მიგიხარ წყალი როგორ არ მოდის ერთი კრანი არის გვაქვს დაკეტილი სადაც პატარა რაღაცა პრობლემა აქვს იმში და ეხლა გავაკეთეთ ამ ფილმში არხი გაიწმინდა რა მაგას გაკეთებული ხარჯაღრიცხვა 2010 წელს შემოიღობა ადმინისტრაციული შენობა, რომელზეც დაიხარჯა დაახლოებით 10000 ლარი. 10000 არა მგონია. 9974 ლარი. რა საჭირო იყო ამ შენობის შემოღება? მათ გაკეთება ხეები და ერგება რაღაც და იქნება ლამაზი.